29 წლის ახალგაზრდა მოსამართლეს უყვებოდა როგორ დაირღვა მისი უფლებები დაკავების დროს, როგორ დააკავეს ის მოტყუებით, თავდაპირველად დააკავეს სწორედ ადმინისტრაციული წესით აქციის გამო, ამის შემდეგ უკვე მას შემდეგ რაც იზოლატორში გადაიყვანეს, დაკითხეს ჯერ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით და ამის შემდეგ წარუდგინეს მას ბრალდება. ყველაზე მთავარი რაც არის ის დაცვის უფლების გარეშე იყო დატოვებული 3 დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც ის იზოლატორში ხავდათ, მას უფლება არ მისცეს, რომ ადვოკატი ხოლოდა და ან ადვოკატის თანდასწრებით მიეცა ჩვენება, ან ასე მიიღოთ გამომძიებლებს მისგან გარკვეული ინფორმაცია. მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც საუბრობს, არის ის, რომ როდესაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას ფიზიკურად იძალადეს, მას აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები, თუმცა როდესაც უკვე სისხლის სამართლის წესით მას როგორც მოწმის სახით კითხავდნენ, მისი უფლებები დაირღვა და მას ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევდა ჩვენების მიცემა, როგორც ამბობს, ოქმებზეც ხელი მოტყუებით მოეწერინეს, გარდა ამისა ამბობს, რომ და ადვოკატიც ამბობს ამას, რომ მასზე ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად, აიძულებდნენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაესახელებინათ ხელმძღვანელებად სხვადასხვა სამართალ დარღვევის და სწორედ ამის შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ შეუმსუბუქებდნენ მას ბრალდებას, ან საერთოდ გაათავისუფლებდნენ და მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა მისგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, მას უკვე ბრალი წაუყენეს და ახლა ამ დრომდე ის დაკავებულია ამ წუთებში მტკიცებულებების დასაშვებლობა არ დასაშვებლობაზე მსჯელობს მოსამართლე, იქნება დღესვე ბრალის აღკვეთის გადასინჯვა და მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს პატიმრობაში თუ მას გაუშვებს უკვე და ამის შემდეგ აგრძელდება სისხლის სამართლის საქმე. დაკავების პროცესი, დაკითხვის პროცესი და შემდგომი გრაფიკის საგანგებამდე უფლებების დაკავებას განაცხადა მოსამართლე და ასევე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მაგრამ უნდა გითხრათ, რაც ეძახის უკანონობას, გისმენთ ბატონო არჩილ. პირველ რიგში დაკავების პროცესი, რომელიც განხორციელდა მოტყუებით, განხორციელდა ასე რომ ვთქვათ, დაკავების დრო იყო სხვა და აღნიშნულია სხვა ოფიციალურად საუბარია. შემდეგი არის მოტყუებითი მოწერა, ხელმოწერა ოფიციალზე დაკითხვის მოწმის საკითხი მოიპოვა მოწმედაკითხვა, მაშინაც კი მოტყუებით მოწერა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი, გარდაშინება და ასე შემდეგ. ცეცხლის წაკიდებას იდავებიან ამ შემთხვევაში. პარლამენტთან დამონტაჟებული კამერის? დიახ, რა აღიარებს ჩემი დაცვის ყოფნა აღნიშნულ ბრალდებას. ასე იყო, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მას თავაზობდნენ, ასე ვთქვათ, გარიგებას ჭალებში, თუ დაადებდა ხელს რომელიმე პოლიტიკოს, ვინც ასე ვთქვათ, მათი მოთხოვნა უხდიდა თანხას, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რომ გაეშვა. რომელ პოლიტიკოსებზე? ყველა, თითქმის ყველა. უბრალოდ ესენი არიან არა მთავრობის წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის ხარჯ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და პირველი წარდგენის სხდომაზეც არ დაგვიმარავს საუბარი. ახლა ამ წუთებში კი 25 დარბაზში უნდა დაიწყოს მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმე, მას რუსთაველის გამზირზე 9 იანვარს გზის გადაკეთვას ედავებიან. მისი საქმე მსგავსი არის გუშინდელის საქმისა, მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმის, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა აქციაზე და ისინი მივიდნენ რუსთაველის გამზირზე იმ დროს, როდესაც გამზირი უკვე მოქალაქეების მიერ იყო გადაკეტილი. და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ არასაკმარისი რაოდენობა იყო ხალხის, თუმცა როგორც ტყებუჩავას ინტერესების დამცველი გვეუბნება, კადრები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს წარდგენილი საქმეში, საპირისპიროს ამტკიცებს, რეალურად საკმარისი რაოდენობა იყო ხალხის და ის ფოტომტკიცებულება, რაც წარმოდგენილია საქმეში, ტყებუჩავას მხრიდან სამართალ დარღვევას არ ადასტურებს. იმაზეც რაზეც მე დავებიან, სრულიად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მე როგორც მოქალაქე და როგორც მსახიობი, ჩემი პირდაპირ მოვალეობა კანონის დაცვა და რა თქმა უნდა არ ვიყავი გზის გადაკეტვის მომენტში და ამისი არც მტკიცებულება არსებობს, ბუნებრივია და რა თქმა უნდა არ ვარ გამნაშავე. გუშინ ბაჩოს სასამართლო, იგივე ჩემი სასამართლო იყო, იმიტომ რომ ზუსტად იდენტური საქმე არის. არც ბაჩო და არც მე არ ვიყავით გზის გადაკეტვის მომენტში. ამის თქმა შემიძლია თამამად, რომ ძალიან კარგად მახსოვს. ანას კონკრეტულ кейს რაც შეეხება
იგი მივიდა გადაკეტილ გზაზე, გადაკეტილ რუსთაველზე, მიმდინარე აქციას შეუერთდა. შესაბამისად ის მოთხოვნები, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ოფისის სახით არის სრულიად უსაფუძვლო. არის ანას კადრი, სადაც იგი დგას აქციის მონაწილეებთან ერთად და სადაც იკვეთება ხალხის დიდი რაოდენობა. შესაბამისად ის ტკიცებულებები, რაც აქვს მოტანილი, არ არის რელევანტური იმ მუხტთან, რასაც უსადაგებენ და ითხოვენ მის დაჯარიმებას 5,000 ლარით. ჩემი აზრით ეს ემსახურება რაღაცნაირად საზოგადოების თითქოს რაღაცნაირად დაშინებას, რომ რაღაცნაირად ის ხალხი აღარ მოვიდეს, აღარ შევიკრიბოს, მაგრამ ამან ხო არ იმუშავა და არასდროს ამ დაბარებამ კი არა, ადამიანები ნაწამები არიან, ადამიანები ნაცემები არიან და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა და ამან არ იმუშავა და როგორ შეიძლება რაღაცნაირად რაღაცა ჯარიმა იქნება თუ უბრალოდ დაბარება იქნება თუ უბრალოდ რაღაცა დაშინების ეს ფორმა იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იმუშავებს და პირიქით უფრო მეტი ადამიანი დადგება იქ. ამ წუთებში დაიწყო სწორედ 25 დარბაზში ანატყებუჩავას საქმე. ნინო ენუქიძემ უნდა გადაწყვიტოს ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვას მსახიობი თუ 5,000 ლარი დააჯარიმოს.